სამსახურს ეძებთ? თუ საქართველოს მოქალაქე ხართ, მაშინ ან თქვენ ან ოჯახის წევრი უნდა ეძებდეთ სამსახურს. ყველა ოჯახში თუ შეიხედავთ, ნახავთ ადამიანს, რომელიც ან სამსახურს ელოდება, ან ხელი ჩაიქნია ამისგან. კვლევებიც აჩვენებს, ნომერ პირველი საკითხი, რომელიც ჩვენ გვადარდებს, ეს სწორედ უმუშევრობაა და დაბალი ხელფასებია. ამ პირობებში მომსახურების სფეროში თქვენ უკვე ძალიან ბევრგან ნახავთ თბილისში, განსაკუთრებით ხალხს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. აქ უნდა დაისვას კითხვა, საერთოდ რა მიგრაციის პოლიტიკა აქვს ჩვენ სახელმწიფოს? ვიცით ძალიან კარგად, რომ ის არ აწესებს კვოტებს. ნორმალურ ცივილიზებულ სახელმწიფოში სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს, რა პროფესიის ადამიანი ჭირდება მას. საქართველოში ადგილი აქვს უკონტროლო მიგრაციას. არ მოწმდება ამ ადამიანების დასაქმება, სამუშაო უფლება. ადამიანი, რომელსაც თავის ქვეყანაში შიმშილის ზღვარზეა, ის ჩვენ და თქვენ აუცილებლად შეგვეცილება აქ, იმიტომ რომ მას არც ჯანმრთელობის დაზღვევა, არც სიცოცხლის დაზღვევა, არც ცხოვრების ელემენტარული პირობები არ ჭირდება. ყველაფერი ამაზე ძალიან მადრიელია. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი თვალების დახუჭვა ამ სფეროში სერიოზულად საგანგაშოა.